დილა მშვიდობის გოგოებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას სიყვარულით. ეხლა მინდა რომ ლობიო დაბგა. ლობიო მინდა რომ მოვხარშო დღეს. ჩემო გოგოებო, თქვენ როგორ ხართ? ვისურვებთ ყველას წარმატებულ დღეს, რას საქმიანობთ. დავიწყოთ დილა პოზიტიურად და ხალისით. მოგიუნე ჩავარგო ჯერ ცოტა ხანი. 1 საათი მაინც და მერე დავიწყო და უფრო მალე მოიხარიშება. არ დამილევია თან საყიდლებზეც ვარ. გასასვლელი რო დღეს მოვამარაგო, რაც მიჭირდება. ლობიო არის სუფთა ლობიო, მაგრამ მაინც გადავხედო. ორი ნაბიჯი ვიყიდე. ერთხელ მოვხარშე უკვე. ნახევარი. ეს ნახევარი დამჩა და ესეც მოვხარშე. ხშირად არ ხარშავ მელობიოს მაინც და მაინც არ უყვართ ამ წანე კარგად შემოვა და წანელობიოს კი ძალიან ხშირად გავაკეთებ. ანე მეც მიყვარს. შევია ჩაირავ თითოთებში გამოვა. მართლა მეტი არ არის. არც მინდა მეტი. ჩავარგო ახლა ჯერ ეს. და ესე ცოტა წყალში გაფუდება კიდევაც თან და მე მოვხარშე. ხანდა ის რა ქვია. ამა ესაც დათათებს. ამა მინდა თაფლი გამომელია, თაფლი მინდა რომ ვიყიდო დღეს. თაფლი როცა მაქვს სახლში. რა თქმა უნდა ვიცი ახლა რომ ნატურალური არ არის თაფლი და. თუმცა ნატურალური შენი უნდა გქონდეს მაშინ. ხო, არ არის თუმცა შოკოლადის სუნი აქვს ყავას. მაგრამ მე ტკბილებს აღარ ყიდულობ ხოლმე რა, ბევრს როცა თაფლი არის თაფლის ჭამინდა. შეიძლება თაფლის ყიდვა, მაგრამ ეთაც არ ვიცი, რამდენად ნატურალურია. სუნელები რო აქეთ კაც იმას აქვს ხოლმე თაფლი. მათეს ძინავს შევარდგა. აქ მაქვე ის რა ქვია. მიწის თხილი ცოტა დარჩენილი.
და ამის ახლაც შეიძლება ისე. ხელი შეჭამო. რა სიტყვით მოვხარო მიწის თხილი. რომ კარგად მოიხალოს, ბევრი არ მინდა. ჩემი წამალი. მინდა დავიწყოთ ეხლა დათბება და გასვლები ბუნებაში დერმა ოჯახმა კვირაში ერთხელ მაინც გოგოები ძალიან კარგია და საჭიროც არის განმუხტა და დასვენება მე ძალიან დიდი ხანი 10 დღე და 20 დღე არ მიყვარს სადმე წასვლა. მიჩვენია 2 დღე წავიდე. 2 დღე და სხვადასხვა ადგილები ვნახო. დაიწყო უკვე. ხარო. ხო და ეგრე ვაპირებ წელს. გავიდეთ ხოლმე. და დავისვენოთ. თუ გორ დაიბრაცა და შიგნიდან უნია. ცეცხლზე უნდა დავდგა. ესე. ერთი შეგრიბდეს. იმიტომ რომ შეიძლება დაიწვას ეგრე ვერ მიხვდე. უკვე კაია. ადამიანები ვართ გოგოებო მიდრეკილების სიახლეებისკენ. სიახლეები გჭირდება და სიახლეები გვახარებს. ამიტომაც იქნება საინტერესო ბიბლიაში რო წერია, როცა დაიწყება ახალი. რაღაცა ახალი დაიწყება აუცილებლად. ამ ყველაფერს, ამ გაჭირებას, ამ ტკივის, ამ ბოროტებას, ამ ძალიან ბევრ უბედურობებს, რაც ხდება დედამიწაზე, მოხდება აუცილებლად რაღაცა ახალი. მე მჯერა ამის.
ველოდები. ახალი აღთქმა. სწორედ ახალ აღთქმაში წერია ეს ყველაფერი, რომ აუცილებლად იქნება რაღაცა ახალი. რა იქნება კონკრეტულად? არ ვიცით, მაგრამ უკეთესი იქნება. აუცილებლად იქნება რაღაცა უკეთესი. კი ვიცით. ბევრად უკეთესი. ნაწილობრივ ვიცით, რაც იქნება. ის ვიცით, რომ სიკვდილი აღარ იქნება, ავადმყოფობა აღარ იქნება. გაჭირვება აღარ იქნება. ეს პრობლემები წარსულს ჩაბარდება. მაგრამ ზოგი ამბობს ხოლმე, რომ რავი, ძალიან უაზრობა იქნება, მაგრამ დიული სიცოცხლე ბევრი მაგას ამბობს, სულ რომ არ აკვდებოდეს ადამიანი. მაგრამ არის. დღესაც არის. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ და მოხვდნენ 60-ში. დღესაც არის 60, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ, ზოგიერთი მოხვდა 60-ში. გოგოებო. და ეს სიმართლეა. მაგრამ საინტერესო იცით რა არის, ბიბლიაში წერია, რომ დედამიწაზე არის მოხსენიებული. დედამიწაზე იქნება 60. დედამიწაზეც რო იქნება. ანუ ზეცაში კი არის. მაგრამ დედამიწაზეც იქნება. დედამიწაზე აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება, ტკივილი, ყველაფერი ეს ცუდი რაც არის, აღარაფერი აღარ იქნება. ყველაფერი წასულს ჩაბარდება და ყველაფერი იქნება რაღაცა ახლით შეიცვლება. ყველაფერი. და სიკეთით. ხო და ეგ არის საინტერესო. რომ აქვე ჩვენს რეალობაში მოხდება ეს ყველაფერი. მე ველოდები ამ დროს ძალიან და მოსაწყენი არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთს ბოლომდე ვერასოდეს ვერ შევიცნობთ და როცა გააქვს რაიმე შეცნობის მიზანი, იქ არ მოწინდება ცხოვრება. არავითარ შემთხვევაში. როცა ვითარდები, როცა განათლებას იღებ, როცა კითხულობ და როცა ეცნობი, იქ სიცოცხლე მოსაწყენი არ ხდება, პირიქით. უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ადამიანები, მეცნიერები ერთ პატარა ჩიტს იკვლევენ და ვერ ასწრებენ თავიანთი ცხოვრების მანძილზე, ხო? ბოლომდე რო დაასრულონ და გამოიკვლიონ და აუ რამდენი რამეა გამოსაკვლევი. რამდენი რამეა, ღმერთო ჩემო, ძალიან ბევრი რამე. თითოეული რაღაცა ხო უნიკალურია, თუნდაც ფოთოლი. ორი ერთნაირი ხო არ არსებობს და როგორ იქნება ეს ყველაფერი მოსაწყენი, არავითარ შემთხვევაში გოგოებო არ იქნება. არ იფიქროთ ეგ და დაველოდოთ და ანუ რა უნდა გავაკეთოთ რომ მოხვდეთ იქ თქვენი აზრით. მოკლედ გეტყვით, ძალიან მოკლედ. უნდა გვიყვარდეს. თუ გიყვარს, იქ მოხვდები, აუცილებლად. ძალიან ბევრი ვერ მოხვდება, ეგეც წერია. ბევრი განადგურდება და ვერ მოხვდება იქ. ამ ყველაფერზე არ ლაპარაკობენ, არც ხვდლები არ ლაპარაკობენ, ერიდებიან ამ ყველაფერზე ლაპარაკს, თუმცა
ბიბლიაში წერია ეს ყველაფერი და იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება და შესრულდება. ჩვენ რო წამოვედით იქიდან, სექტიდან რო წამოვედით და მღვდელს დაველაპარაკეთ და ესეთი კითხვები რო გქონდა, ერთი გიორგი არის, მღვდელი გიორგი გორში, ძალიან ძვირფასი პიროვნება გოგო. ძალიან. და გია რო ელაპარაკებოდა და მე როცა ვესაუბრებოდით, რა თქმა უნდა ყველაფერი მოხდება, ეს ყველაფერი რაც ბიბლიაში წერია. ყველაფერი მოხდება, კი, აუცილებლად. დედამიწაზე რა თქმა უნდა სიცოცხლე იქნება, ეს ყველაფერი მათ იციან, განაარიციან. მაგრამ არ ვიცი ამ ყველაფერს რატო არ ლაპარაკობენ, ქადაგებები არის ხოლმე. ბოლოს 4-5 წუთი ქადაგებენ, მაგრამ ძალიან ღრმად ამ ყველაფერზე არ საუბრობენ გოგოები. თუმცა მათ იციან ეს ყველაფერი, რომ ესე იქნება. შეეკითხეთ თუ გინდათ. იქნება თუ არა დედამიწაზე ცხოვრება, გაგრძელდება თუ არა. მარადიულად კითხეთ აბა თქვენ მამაებს. მე მჯერა დაიქნება. მაგას ვერავინ ვერ უარყოფს, იმიტომ რომ ბიბლიაში წერია. და იქ რომ მოხდე უნდა გიყვარდეს, რადგან ღმერთი არის სიყვარული. და თუ გიყვარს, აუცილებლად გადარჩები. სიყვარული რა არის? ეს კიდეც აკეთება. წავედი ახლა. წავედი, მიყვარხართ, გაკოცეთ, ტელეფონი მიჯდება, არ ჩამიქრეს, დავტენოთ. დროებით